მოგესალმებით. სახარების ეს ადგილი არც ისე მარტივია. სახარებაში არის ადგილები, რომელიც პირდაპირ არ გაიგება და გადატანითი მნიშვნელობით უნდა გაიგო. და ერთ-ერთი ასეთი ურთულესი ადგილი არის სახარების ეს მონაკვეთი. განსაკუთრებით სირთულეს წარმოადგენს მაგალითად როცა მაცხოვარი ამბობს უმჯობესია არ ქონდეს ერთი ხელი ან ერთი ფეხი ან ერთი თვალი და ისე შენ ჩახვიდე ისე შეხვიდე სასუფეველში ვიდრე ორივე თვალით ჩახვიდე ჯოჯოხეთში. ეს პირდაპირ არ გაიგება, იმიტომ რომ ჯოჯოხეთშიც და სასუფეველშიც ადამიანს ექნება სრული სხეული. ჯოჯოხეთში არ ექნება ვინმეს ცალი თვალი, ვინმეს ორი თვალი. ამიტომ პირდაპირ არ გაიგება, არამედ ეს უნდა განიმარტოს სხვა დატვირთვა აქვს და ბევრია ესეთი ადგილი სახარებაში, რომელიც ალეგორიულად უნდა გავიგოთ, თუმცა არის სახარებაში ადგილები, რომლებიც პირდაპირ უნდა გავიგოთ. და ეს სახარება არის ადამიანის ხორციელი ცხოვრება და სხეულებრივი ცხოვრება გავს ანაბეჭდია სულის ცხოვრების. ამიტომ ეს სახარება უნდა გავიგოთ სულიერად. თუმცა როცა ამბობს რომ სხეულის სანთელი არის თვალი, ეს პირდაპირ გაიგება იმ გაგებით რომ სანთელი რა არის? სანთელი არის ნივთიერება, რომელი ნივთიერებაც უნდა დაინთოს, რაღაცამ უნდა აანთოს. თვითონ სანთელი არ ანათებს. სანთელმა შეუძლებელია გაანათოს თუ ის არ დაინთო. ამიტომ შეუძლებელია ჩვენმა თვალმა, ხორციელმა თვალმა დაინახოს რეალობა თუ ჩვენს თვალში არ შემოვიდა ნათელი. როცა ჩვენს თვალში შემოვა ნათელი, აი ამის შემდეგ ვხედავთ ჩვენ ერთმანეთს. ფიზიკურად. ჩვენ სამყაროს დანახვა არ შეგვიძლია თუ სამყაროდან, ანუ მზისგან ნათელი არ მივიღეთ. და ჯერ ჩვენში შემოდის ნათელი და მერე ჩვენ ვხედავთ. ჩვენ ეს ვიცით, მაგრამ აი ეს ნათელი როგორ შემოდის ჩვენთან? ეს შეიძლება სამედიცინო კუთხით აიხსნას, მაგრამ ყველამ არ იცის. მაგრამ თავარი ის არის, რომ ჩვენ ვიცით, რომ ნათლის გარეშე ვერ ვხედავთ. აი ეს უნდა გადავიტანოთ ქრისტესთან. რომ ქრისტეს სწავლების გარეშე ჩვენ ნათელს, ანუ რა არის სწორი, რა არის რეალობა, რა არის საერთოდ ადამიანის დანიშნულება, ამას ვერ დავინახავთ, როგორც მზის გარეშე ვერ ვხედავთ. ასევე ქრისტეს გარეშე ჩვენ ვერაფრით ვერ დავინახავთ რა არის კეთილი და რა არის ბოროტი. რაც არ უნდა მეცნიერი იყო, ვერაფრით ვერ მიხვდები ადამიანი ცხოვრებას სიკვდილის შემდეგ აგრძელებს თუ არა. თუ ქრისტე არ მიიღე და თუ ქრისტეს არ დაუჯერე, ვერაფრით ვერ ხვდები ადამიანი მთლიანობაში ვინ არის. იმიტომ რომ ჩვენ გონებით მხოლოდ მაშინ ვხედავთ, როცა გონება აინთება ქრისტეს სიტყვით. ქრისტეს სიტყვა რო შემოვა ჩვენთან და სიტყვა ღვთისა რო შემოვა, აი ის აანთებს გონებას. ამიტომ ამბობს ქრისტე რომ მე ვარ ნათელი სოფლისა. მე ვარ ნათელი სოფლისა ნიშნავს რომ ამ სოფელში ყველა მკვიდრის ნათელი ვარ მე. ჩემს გარეშე ვერავინ ვერ დაინახავს სულიერ სამყაროს. ვერავინ ვერ დაინახავს
ვერც მომავალს და ვერც აწმოში ის ვინ არის. ამიტომ ამბობს პეტრე მოციქული, რომ უფრთხილდით ქრისტეს როგორც სიბნელეში ანთებულ ერთადერთ სანთელს. ანუ ქრისტეს სწავლება არის ამ სიბნელეში, ამ ბნელ სამყაროში ანთებული, დანთებული, დაანთო ქრისტემ ეს სწავლება თავისი თავი მოგცა და აი ამას უნდა უბრალოდ ერთადერთ ანთებულ სანთელს, რომ ეს სწავლება არ ჩაქრეს. ნათელი, რომელიც შენშია, თუ ბნელია, რაოდენ იქნება შენში სიბნელე. ანუ ჩვენი გონება, რომელიც ქრისტიანობას მიიღებს, აი ჩვენზე ვისაუბროთ, ჩვენ მივიღეთ ქრისტიანობა, ჩვენ ვიწოდებით ქრისტიანად. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენში ქრისტიანობა შემოვიდა და ჩვენ ქრისტეს სწავლებით მივიღეთ ქრისტე და მივიღეთ სულიწმინდა. მაგრამ თუ ეს სწავლება დარღვეულია, თუ ეს სწავლება დაბნელებულია, მაშინ უფრო უარეს დღეში ვართ, ვიდრე ის ადამიანები, ვისაც ეს არ მიუღია და რატომ? იმიტომ რომ ის ადამიანები, რომლებიც ქრისტეს სახელით არ არიან მონათლულები და ქრისტეს სახელით არ არიან განათებულები, იმ ადამიანებს უფრო მეტი შანსი აქვს, რომ განათდნენ ოდესღაც. ვიდრე ჩვენ, რომლებსაც გონია, რომ ნათელი გვაქვს და ნათელში ვართ და ვართ სიბნელეში. აი ეს არის ქრისტეს და ქრისტიანობის დამახინჯების უდიდესი დანაშაული. აი მაგალითად ქრისტეს ნათელი რა არის? ქრისტეს ნათელი არის სამართალი. ქრისტეს ნათელი არის სამართლიანობა. ღვთიური სამართლიანობა რა არის სწორი, რა არ არის სწორი ქრისტეს მიერ. აი ამის გარკვევა არის ქრისტეს ნათელი. როგორ შემოდის ჩვენში ნათელი? როცა ჩვენ სინათლეს ვეძებთ, როცა ჩვენ ნათელი გვინდა, როცა ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი ცხოვრება იყოს აგებული ქრისტეთი. აი ქრისტე ამბობს, ნეტარიყვნენ მშიერნი და მწყურვალი სიმართლისათვის. აი ეს ნეტარება არის ძალიან საინტერესო იმით, რომ აი ეს რო გავშალოთ ეს ნეტარება, იქნება ესე. ბედნიერია ის ადამიანი, ვინც დაინახავს ამ ქვეყნად, რომ არის უსამართლობა და მოშივდება სამართლიანობა. აი ამ დღეში ვართ დღეს ჩვენ. როცა ჩვენ ვხედავთ სრულიად უსამართლობას და გვშია სამართალი და გვშია ნიშნავს, რომ ჩვენ გვინდა სამართალი რო იყოს და სამართლიანობა რო იყოს, აი ეს არის მოთხოვნა ქრისტეს ჭეშმარიტების გზაზე დგომის. იმიტომ რომ ვინც სამართალს ეძებს, თუნდაც რომ მას ქრისტე არ დაარქვას, ის აუცილებლად თუ გულწრფელია, აუცილებლად მივა ქრისტესთან. და რატომ? აი მაგალითად სავლე, რომელიც გახდა პავლე, სავლეს ეგონა, რომ ქრისტიანებს რო დევნიდა ღვთის სახელით. მას ეგონა, რომ მართალ ღმერთს ემსახურებოდა. მაგრამ ამაში გულწრფელი იყო, რაღაცა სიმდიდრის გამო არ აკეთებდა ამას, რაღაცა მიწიერი სურვილებით არ აკეთებდა, არამედ იყო მოშურნე ღვთის წინაშე. და მას გამოეცხადა ქრისტე. და თქვა, რომ ესო ჩემი რჩეული ჭურჭელია. აი ეს არის თუ ადამიანი გულწრფელია სიმართლის ძებნაში, ის აუცილებლად აღმოაჩენს სიმართლეს. და თუ ადამიანი არ არის გულწრფელი და სიმართლე, რომელიც მასში შემოვა და ამ სიმართლეს არ მიიღებს და რაღაცა მიკერძოებით დაიწყებს საკუთარი სიმართლის მტკიცებას, რასაც პროპაგანდა ქვია, და ქრისტიანობის დამახინჯებას დაიწყებს, ის ადამიანი ვერასოდეს ვერ ნახავს ნათელს. იმიტომ რომ მისთვის სიმართლე არის ამქვეყნიური სარგებლობა და სიმართლე არ არის ამქვეყნიური სარგებლობა. ფილოსოფოსები ამბობენ, რომ ადამიანს გონებაო სატანჯველად მიეცაო. ეს ნიშნავს იმას, რომ ყოველი გონიერი ადამიანი
უფრო იტანჯება ვიდრე უგუნური. იმიტომ რომ გონიერი ადამიანი არის ადამიანი, რომელიც ხედავს უსამართლობას და ცდილობს რომ სამართლიანობა მოუტანოს პირველ რიგში თავის თავს და ყველა მის ირგვლივ ყოფს. ამიტომაც არის ნათქვამი რომ ნეტარი იყვნენ სიმართლისთვის დევნულნი. პავლე მოციქული ამბობს რომ ქრისტიანიო მუდმივად იდევნებაო ვინცაც ქრისტეს მოსაობა უნდა, ვინც ქრისტეს მოსაობით ცხოვრობა, ვისაც ცხოვრება უნდა, ის დევნული იქნებაო. ის შეუძლებელია შენ თუ სამართალს ემსახურები და სამართლიანობას ემსახურები, შეუძლებელია ამ სოფლის ადამიანს მოეწონო და მუდმივად იქნები ამ სოფლის მოყვარულთა მიერ დევნული, იმიტომ რომ სიმართლეს არ მოაქვს ამ სოფლის სიდიადეები. სიმართლეს ჯვარს აცმევენ, ამ სოფელმა სიმართლე ჯვარს აცვა და სიმართლე ჯვარცმულია. ქრისტე იმიტომ კი არ აცვეს ჯვარს რომ ვინმეს რამეს ერჩოდა, არა, ის თავისი სიმართლით და თავისი სამართლით იმათ ვისაც ღვთის სახელი ჰქონდა მისაკუთრებული, თავისი სამართლიანობით და სამართლით ავტომატურად ამხელდა მათი სახელისცენების გარეშეც. რადგან იმათ ღვთის სამართალი მისაკუთრებული ჰქონდათ, სახელი ჰქონდათ ღვთისმსახურების და ქრისტე რო სხვას ამბობდა და სხვას აკეთებდა და სხვას კი არა, ქრისტე აკეთებდა იმას, რაც იყო ღვთის და ღვთისგან, ამიტომ ისინი განძარცვა ღვთისმსახურებიდან. ყველას დაანახა, რომ ისინი არ იყვნენ ღვთისმსახურები და არ მიდიოდნენ ღვთის გზაზე. ამიტომაც აცვეს ქრისტე ჯვარს. და თვითონ სიმართლის მთქმელი ყოველთვის ფარულად თუ ხილულად ყოველთვის დევნილია, იმიტომ რომ ქრისტეზე ბევრგან წერია, რომ აი მისი მოკლა უნდოდათ, მისი ეს უნდოდათ და ასე შემდეგ. ანუ მისი მოკლა რო უნდოდათ და მისი ჩაქოლვა რო უნდოდათ, მაგრამ ვერ ახერხებდნენ, ანუ ფარულად რაღაცას უწყობდნენ ყოველთვის. ეს ახლა ჩვენ ვიცით, რომ ეს ფარულად რაღაცას უწყობდნენ, ეს მერე სახარებაში დაიწერა. მაგრამ მაშინ ხალხმა არ იცოდა ეს. მაშინ ეს იცოდა ქრისტემ და შემდეგ მოციქულებმა დაწერეს. და ამიტომ ვინც სიმართლის გზაზე მიდის, ის ყოველთვის დევნულია და ძალიან საინტერესოა, რატო აცვეს ავაზაკებთან. ანუ ავაზაკი ნუ მპარავებთან, ანუ ძარცველებთან, ხო? ვიღაცას ძარცვავდა ის აქეთ-იქეთ მყოფი ავაზაკი, ხო? და შუაში ქრისტე როგორც ავაზაკი ისე შეცვალეს. შერაცხეს და ეს იმიტომ შერაცხეს ქრისტე ავაზაკად, რომ ქრისტე მათ წაართვა სამართლიანობის მართალი ხალხის სახელი. განძარცვა ისინი. მართლა წაართვა. ისინი თვითონ ამბობენ, რომ ყველა ამას გაყვება და ჩვენ არავინ არ დაგვრჩება. ანუ განძარცვა ხალხს დაანახა, რომ ისინი მატყუარები რო იყვნენ და რო არ მიდიოდნენ ქრისტეს გზაზე. ქრისტე ეუბნება, რომ თქვენ არ შედიხართო და შემსვლელებსაც არ უშვებთო. ანუ ეს იყო მხილება, რომ შემსვლელებსაც არ უშვებ და თქვენც არ შედიხართო, ეს იგივეა. თქვენ არ მოდიხართო ჩემთან და ჩემთან ვისაც მოსვლა უნდა, იმათაც აბკოლებთო. და ამით უკვე უჩვენა, რომ ისინი ღვთისკენ არ მიდიოდნენ და ეს უჩვენა ხალხს და ხალხმა დაინახა, რომ ისინი ისაკუთრებდნენ ღვთის სახელს და ფორმა ჰქონდათ ღვთისმსახურების, მაგრამ სინამდვილეში არ ემსახურებოდნენ ღმერთს, რადგან განკაცებული სიტყვა არ მიიღეს. ამაილია გააგრძელე.
ნუ ეს თემა ნათელი რომელიც შენშია ისმის ჩემი ხმა? დიახ, მამაილია ისმის. ისმის, ხო? ნათელი რომელიც შენშია ბნელი ამაზე ერთი წმინდა მამა ამბობს საინტერესო განმარტებას რომ როგორ შეიძლება ნათელი თუ არისო ის შენში ბნელი იყოსო და ამბობს ესეთ რამეს რომ სათნოება თავისთავად არის ნათელი მაგალითად მოწყალება არის ნათელი მაგრამ ეს ნათელი ეს მოწყალება აი მაგალითად ტაძრის მშენებლობა ტაძრის აშენება არის კეთილი საქმე მაგრამ ეს შეიძლება იყოს ბნელი ეს შეიძლება იყოს შენთვის ცოდვა თავისთავად ის არ არის ცოდვა მაგრამ შენ როგორ აღასრულებ ამას ეს არის საკმთავარი და ქრისტიანობა ჩვენ გვასწავლის რომ სიკეთე რომელ სიკეთესაც აღვასრულებთ და სათნოებას თუ ის რამდენად სწორად აღსრულდება იმიტომ რომ ძალიან მარტივია მაგალითად ვიცოდეთ რომ კვლელობა ბოროტება, პარვა, ცოდვა და ასე შემდეგ. ეს პირდაპირ ცალსახად ჩანს, მაგრამ ქრისტიანობა იმდენად და ღმერთი ქრისტე იმდენად მაღალ რაღაცებზე გვესაუბრება, რომ დაუკვირდეთ არა იმას, რომ როცა კვლელობა ხდება და ეს ბოროტება და ამისი შეფასება, არამედ იმას, რომ სიკეთეც რო აღსრულდება, რაღაც ნათელი, ისიც ხომ არ არის ბოროტება, ისიც ხომ არ არის ბნელი. აი მაგალითად თუ მოწყალებას აღასრულებ კაცი იმისთვის რომ შემდეგ ამით შენის ადამიანი დაიმორჩილო ან იმიტომ აღასრულებ რომ გინდა რომ ამით შენ გამოჩდე და ხვალ შენზე ისაუბრონ რომ აი როგორი დიდი ადამიანია და ანუ აკეთებ იმისთვის რომ შეგაქონ ამ დროს შენთვის ეს ნათელი არის ბნელი ანუ არ არის სიკეთე შეიძლება ტაძარი ააშენო მაგრამ ამ ტაძრის მშენებლობა შემდეგში გამოიყენო იმისთვის რომ ამით შენ ან შეგაქონ ან თავდაპირველად ისე შეგრაცხონ რომ აი თურმე რა კარგი ადამიანია და საერთოდ სხვა განზრახვები გაქვს აი ეს არის ამ სიტყვის ესეთი ამ თვითონ აზრის ესეთი განმარტება წამიკითხავს და ძალიან საინტერესოა და ამას უნდა დააკვირდეს ქრისტიანი როცა სიკეთეს აღასრულებს თუ რამდენად პატიოსანია ის ამ სიკეთეში და არის ესეთი რამე რომ საერთოდ არის სამი რამე არის ბოროტება არის სიკეთე და არის მესამე საშუალო რამ რომელზეც ამბობენ რომ თავისთავად არც სიკეთეა და არც ბოროტება ბოროტება არის კვლელობა ძალადობა უსამართლობა ცალსახად ბოროტება არის საშუალო რამ რომელიც თავისთავად არც ბოროტება და არც სიკეთე აი ეს არის მაგალითად სიმდიდრე სიღარიბე ჯანმრთელობა ავადმყოფობა თავისთავად არ არის არც სიკეთე და არც ბოროტება მაგრამ ეს შეიძლება ადამიანმა ან სიკეთე დაქციოს ან ბოროტება დაქციოს აი მაგალითად როცა შეიძლება ადამიანს რაღაც ავადმყოფობა გჭირს მაგრამ შეიძლება ამ ავადმყოფობით შენ ღვთის მადლიერებაში ღვთის დიდებაში უფრო მეტად წარემართო და ეს შენ გამოიყენო ღვთის სადიდებლად და ეს საშუალო რამ რომელიც თავისთავად არ იწოდება არც სიკეთედ არც ბოროტებად შენ აქციოს სიკეთედ მაგრამ მეორეც არის შეიძლება ადამიანს ავადმყოფობა სჭირდეს და ამით ღვთისგმობაში გადავარდეს ამიტომ ამ შემთხვევაში უკვე მანეს გამოიყენა როგორც ბოროტი რამ აი იგივე სიმდიდრე შეიძლება ბევრი სიკეთე გააკეთო მაგრამ იგივე სიმდიდრით შეიძლება ბევრი ბოროტებაც აღასრულო და მესამე არის პირდაპირ ბოროტება ანუ სამი რამ პირდაპირ ბოროტება რაც ვთქვით რომ კვლელობა ძალადობა უსამართლობა ასე შემდეგ მეორეა ეს საშუალო რამ რაშიც თუ შენ როგორ მოიქცევი ეს შენზეა დამოკიდებული და მესამეა სიკეთე მაგალითად სიკეთეა სიყვარული სიკეთეა მეგობრობა სიკეთეა ერთგულება და ქრისტიანობაში ყოველთვის ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას რომ ჩვენ ადამიანები უფრო მეტად ამ არჩევანის წინაშე ვდგავართ ყოველთვის ადამიანები და აი რისკენ იხრები რას როგორ აღასრულებ იმ სათნოებას როგორ აღასრულებ რამდენად პატიოსნად აღასრულებ და მთელი სახარების სწავლება ქრისტეს მოძღვრება რომ ღმერთი განკაცდა მოვიდა ჩვენთან და გვასწავლის იმას რომ გავიგოთ თუ რა არის სიკეთე და რა არის ბოროტება აი ამ სიკეთის და ბოროტების გარჩევა ერთი რამეა რომ კიდევ აი სახარებაში მაგალითად არც არ ჩანს აღსარების ისეთი ფორმა
როგორი ფორმაც დღეს ჩვენ ვიცით ეკლესიაში. ადამიანი მიდის მოძღვართან, ესაუბრება საკუთარ ცოდვებზე, საკუთარ შეცდომებზე, საკუთარ ნაკლოვანებებზე და მოძღვრისგან ითხოვს რჩევას, დარიგებას და ასე შემდეგ და სახარებაში რაღაც ესეთი მომენტი არ ჩანს, რომ აი მაგალითად მივიდა პეტრე მოციქული, ან მივიდა იოანე, მათე ქრისტესთან და ესაუბრა, გაიყვანა გვერდზე და ესაუბრა თავისი პირადი ცოდვები და თავისი პირადი ნაკლი. ამით იმის თქმა მინდა, რომ განა არ იყვნენ აღმსარებლები, როგორ არ იყვნენ მოციქულები აღმსარებლები, მათზე უფრო დიდი აღმსარებლები ვინ იყვნენ, მაგრამ მთელი ქრისტესთან მათი ცხოვრება და ურთიერთობა ეს იყო აღსარებითი ურთიერთობა. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი ქრისტესგან სწავლობდნენ რა არის ცუდი, რა არის ბოროტება და რა არის კარგი და რა არის სიკეთე. ანუ ამისი სწავლა და ამისი შემეცნება არის ზუსტად აღსარებითი ცხოვრება ქრისტესთან. და არა ის, რომ აი ესეთი ფორმა, რომ მიხვიდე მოძღვართან, ეუბნები, მაგრამ დიდად შემეცნებითად არ მუშაობ იმაში, რომ გაიგო, გაარკვიო რა არის სიკეთე და ბოროტება. აი ზუსტად აღსარების საიდუმლოც ქრისტიანობაში არის ის, რომ გაერკვიო იმაში, თუ რა არის სიკეთე და რა არის ბოროტება და სწორად იცოდე რა არის. ამის შემდეგ უკვე შენზეა დამოკიდებული და ზუსტად მოძღვრის მოვალეობაც ეს არის, რომ მოძღვარი გეუბნება, გასწავლის, რომ ეს არის სიკეთე, ეს არის ბოროტება, ეს არის შავი, ეს არის თეთრი და ამის შემდეგ არჩევანი ადამიანზეა და საერთოდ მოძღვრის არჩევაზეც ეხლა რო ვთქვით, ანუ მოძღვარი თვითონაც უნდა იყოს ამაში გარკვეული, თვითონაც სწორად უნდა ესმოდეს სიკეთის და ბოროტების არსი, ანუ ქრისტეს მოძღვრება იცოდეს სწორად და ადამიანი ამაში გაზარდოს. და ადამიანი გაიზარდოს იმაში, რომ მან იცოდეს, გაერკვიოს რა არის სიკეთე და რა არის ბოროტება, აი გაერკვიოს იმაში, რაზეც არის დღევანდელი თემა, რომ ნათელი რომელიც შენშია ბნელია, გაარკვიო, რომ ნათელში რომელშიც ხარ, ნამდვილად ხარ, არის ეს ნათელი, იქნებ ბოროტია. იქნებ ბოროტებაში ხარ და შენ გონია რომ სიკეთეა. აი ესეთი გარკვევა, ეს ცოდნა, შემეცნება არის მთელი ქრისტიანობის არსი და ამიტომაც არის, რომ სახარება წირვაზე, ჯერ სახარება იკითხება და შემდეგ არის ზიარება, ხო, წირვის საიდუმლო ესე აღესრულება და ესეც არ არის შემთხვევით, რომ საერთოდ ამას ლიტურგიკული ღვთისმეტყველება ქვია, ანუ ესეც წმინდა მამებისგან და ეკლესიამ იმიტომ დაადგინა, რომ ჯერ უნდა წაიკითხო, ანუ ჯერ ვისმენთ სახარებას, რას ამბობს იესო ქრისტე და შემდეგ ვეზიარებით მის სისხლსა და ხორცს. და ესეც იმას ნიშნავს, რომ ჯერ გაიგო, რას ამბობს ღმერთი. როგორ მოსწონს ღმერთს, რა უნდა ღმერთს, რაზე ამბობს ღმერთი, რომ ეს არის სიკეთე და რაზე ამბობს, რომ ეს არის ბოროტება და აი ამისი ცოდნა, იესო ქრისტეს სიტყვის ცოდნა, იესო ქრისტეს მოსმენის შემდეგ ზიარება არის, ეს არის უკვე რომ ნამდვილად ეზიარები და აი ეს არის ჩვენს ქრისტიანობაში ყველაზე მეტად გასააზრებელი, რომ შევიცნოთ კარგად ქრისტეს სიტყვა და ვიცოდეთ რა მოსწონს ღმერთს. საერთოდ ღმერთს ყველა უყვარს. არის ესეთი ის, რომ ღმერთს უყვარს ყველა, ეს ერთია, მაგრამ ღმერთს ყველა არ მოსწონს. შეიძლება რომ ამიტომ შეიძლება ადამიანი უყვარხარ ღმერთს შენ რასაც აკეთებ, შენ შეცდომას აკეთებ რაღაცას და ღმერთს უყვარხარ, მაგრამ უნდა რომ გამოგიყვანოს ამ მდგომარეობიდან, ამ შეცდომიდან, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ღმერთს მოსწონს ეს შენი საქციელი. ამიტომ ადამიანმა ყოველთვის უნდა იფიქროს ქრისტიანმა, რომ მოიქცეს ისე, გააკეთოს ისე, რომ ღმერთს მოსწონდეს ის, ღმერთს უნდოდეს მასთან ყოფნა და ამისთვის უნდა ვიმუშაოთ, ეს არის მთელი ჩვენი ქრისტიანობის აზრი და არსი, რომ ვიფიქროთ, სწორად ვიაზროვნოთ და შემდეგ აქედან გამომდინარე იწყება ზუსტად ლოცვაც. ერთი ესეთი გამონათქვამია, რომ ადამიანს შეაყვარეო ზღვა და გემს თვითონ ააშენებსო. და არა პირიქით, ზოგჯერ არის, რომ გემი ააშენებინო ადამიანს და ზღვა არ უყვარდეს და ზღვა არ კონდეს ნანახი, ესე დროს მისთვის გემის აშენება არის ტანჯვა. აი ესე შედარებით რომ ვთქვათ, არის ეკლესიაში ფორმები, მაგალითად მარხვა, ლოცვა, წესები, საეკლესიო გარეგნული წესები, ამ წესების აღსრულება რო შევადაროთ, არის გემის აშენება.
მაგრამ თუ ღმერთი არ იცი, თუ იესო ქრისტე არ იცი, თუ მისი სიყვარულით არ ხარ ანთებული და მისი შემეცნებით არ ხარ ანთებული, მაშინ ეს ყველა გარეგნული ფორმები ძალიან დამღლელია. აი იმარხულო მთელი 40 დღე, მაგრამ სწავლება არ გესმოდეს ის თუ რას ამბობს იესო ქრისტე. მაშინ მთელი 40 დღიანი მარხვა დამღლელია. დამღლელი არა, შეიძლება ამან ცუდი ნაყოფიც გამოიღოს, იმიტომ რომ შემდეგ გეგონოს რომ რაღაც დიდი და საოცრება რა მოახდინე და აი ეს არ რომ შევიყვაროთ ქრისტე და შემდეგ გვეცოდინება თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ ქრისტეში, თუ რატომ უნდა აღვასრულოთ ქრისტეში ის საეკლესიო წესები, რომელიც წესებითაც ჩვენ უფრო მეტად უახლოვდებით ღმერთს. აწი გააგრძელებს მამაშიოს ჩაგვერთვება და მოგესალმებით პირველ რიგში და რა ვიცი საინტერესო გადაცემა გაქვთ საინტერესოდ ისაუბრა მამა დოროთემ, მამა ილიამ და ერთი ისეთი რამეა რომ საერთოდ ჭეშმარიტება შობს სიკეთეს და არა პირიქით სიკეთე არ შობს ჭეშმარიტებას. ანუ კეთილი საქმეებიდან კი არ იშვება სიმართლე, არამედ პირიქით მართალი აზროვნებიდან იშვება შემდეგ უკვე კეთილი საქმეები. ამიტომ ქრისტიანობაში ყველაზე უფრო მთავარია ეს, როგორც ამები საუბრობდნენ და აღნიშნეს, ეს გონების სინათლე. და გონების სინათლე არის სწორედ ეს მართალი და სწორი აზროვნება. ჩვენ საერთოდ თითეული ჩვენთაგანი, აი როგორც სხეულზე ვზრუნავთ და ვეხმარებით საკუთარ თავს, ასევე პირველ რიგში უნდა ვეხმარებოდეთ საკუთარ გონებას. და საკუთარ გონებას უნდა დავეხმაროთ როგორ, აი მაგალითად როგორც მებაღე ხო, ბაღში მუშაობს, ზედმეტ რაღაცებს აცლის, ლამაზ მცენარეებს, სასარგებლო მცენარეებს და ასევე ჩვენს გონებაში და რაც სასარგებლოა იმას ტოვებს და ასევე ჩვენს გონებაში ის რაც არასწორია და რაც საზიანოა ჩვენი სულისთვის, იმას უნდა ვიშორებდეთ და რაც სასარგებლოა, იმას უნდა ვიტოვებდეთ და იმას უნდა ვღებულობდეთ. და ადრე მახსოვს მონასტერში რომ მივედი რაღაც წიგნებს რომ აძლევდა მამა დოროთე წასაკითხად. ამ წიგნს ვამუშავებდი, გავხაზავდი, გადავხაზავდი რაღაც მინაწერებს უკეთებდი და მერე ვაკვირდებოდი, უფრო წიგნზე ვმუშაობდი. და ეს მივხვდი რომ არასწორი მიდგომა იყო, წიგნზე კი არის უნდა იმუშაო, წიგნმა უნდა დაგამუშავოს შენ. ეს წიგნის წაკითხვას აზრი არა აქვს თუ და დამუშავებას აზრი არა აქვს თუ იმან შენი გონება არ დაამუშავა და შენი სული არ შეცვალა და ამ ყველაფრისთვის საჭიროა პირველ რიგში მოცლა უნდა მოიცადოს ადამიანმა ამისთვის. აი ბიბლიაში არის ფარაონს ეუბნებიან ეგვიპტელები გაგვიშვიო უდაბნოშიო იმისათვის რომ ჩვენს ღმერთს ვემსახუროთო, თაყვანივცეთო და ფარაონი ეუბნება ესეთ რამეს რომ მოცლილი ხართო და მაგითო ამბობთო უდაბნოში წასვლას რომ ღმერთს ემსახუროთო. ანუ ფარაონი ხედავდა იმას რომ მოცლილ ადამიანს ჰქონდა იმისი დრო, ამიტომ უმძიმებდა ეგვიპტელებს შრომას იმისათვის რომ დრო არ ქონოდათ ღვთისმსახურებისთვის. და დღესაც ვიტყოდი რომ ამ საუკუნით შეიძლება ითქვას ესეთი ერთ-ერთი დიდი ეშმაკია მოუცლელობა. ადამიანი სულ დაკავებულია, სულ რაღაცაზე ზრუნავს და ნაკლები დრო რჩება საკუთარი გონების დამუშავებისთვის. ვიცი, ასევე კიდე ერთი რაღაცა არის, რაც ადამიანს ხელს უშლის ქრისტიანობის სწორად გაგებაში, ეს არის, როდესაც ადამიანი აი ტრადიციის გამო ღებულობს რელიგიას. რადგანაც ჩვენი წინაპრები მართლმადიდებლები იყვნენ, ამიტომ ბევრი ინათლება ამის გამო ჯვარს იწერენ, მაგრამ შინაარს მოკლებული არიან და ტრადიციის და წესის გამო აკეთებენ და ესეც აი როგორ იყო იცით, ებრაელებმა ქრისტე ვერ მიიღეს, ყველამ არა, მაგრამ ვინც ვერ მიიღო, ამისი ერთ-ერთი მიზეზი იყო ის, რომ მათ რჯული ტრადიციად ექცათ. და ეს რაში ჩანს, რომ აი როდესაც წარმართობიდან მოსული ქრისტიანები
და იუდეველობიდან მოსული ქრისტიანები ერთ საზოგადოებად შეიქმნა, მათ დაპირისპირება მოუვიდათ ერთმანეთში. და ეს დაპირისპირება გამოწვეული იყო იმითი, რომ ეს იუდეველობიდან მოქცეული ქრისტიანები ითხოვდნენ წარმართობიდან მოსული ქრისტიანებისგან წინადაცვეთას. ანუ ჯერ კიდევ ძველი აღთქმის წესებს ითხოვდნენ. და თვითონ აინახეთ ებრაელობიდან მოსულ, იუდეველობიდან მოსულ ქრისტიანებს გაუჭირდათ მაინც აი ძველი აღთქმის წესების უარყოფა. იმიტომ რომ ეს უკვე ტრადიციად ჰქონდათ. აი როგორი რთულია რომ მთელი საუკუნეების განმავლობაში აი ბავშვობიდან სასრულობამდე გასწავლიან რაღაცას და გეუბნებიან რომ ეს სწორია, ესე უნდა გააკეთო. და ერთ დღეს მოდის ვიღაცა და გეუბნება რომ ეს ყველაფერი არ არის საჭირო. და ძალიან რთული აღმოჩნდა მათთვის ამისი დათმობა, ამისი უარყოფა. და ეს იმიტომ მოხდა რომ მათ მაინც ბოლომდე არ ჰქონდათ გააზრებული ის თუ რისთვის იყო ეს რჯული და უფრო ტრადიციით ღებულობდნენ ამას ვიდრე შინაარსით. ამიტომ ვფიქრობ რომ ეს ტრადიციის გამო არ უნდა ვიყოთ ქრისტიანები, არამედ შინაარსის გამო უნდა ეძებდეთ ამ ყველაფერს და საერთოდ საშიში ის კი არ არის რომ გემის ზღვაში დაცურავს, არამედ საშიში არის როდესაც ეს წყალი სადაც გემი დაცურავს გემში შედის. ჩვენც ასევე ჩვენთვის უფრო მეტად საშიშია ის რაც ჩვენში ხდება, ამას უნდა ვაქცევდეთ ყურადღებას ყველაზე უფრო მეტად. ვფიქრობ ეს არის ქრისტიანობის ყველაზე უფრო მთავარი, აი ძველ აღთქმაში მაგალითად იყო უფრო უმოქმედობისკენ მოწოდება, ხო, არა კაცკლა, არა ცილისწამო, არ იმრუშო და ახალ აღთქმაში კიდე პირიქით არის უკვე გავალდებულებს ღმერთი, გეუბნება გიყვარდეს მოყვასი შენი, გეუბნება დატოვე მონაგები შენი და დაურიგეო გლახაკებს. აი ფილოსოფიაში იყო მაგალითად ესეთი რაღაცა რომ სხვას ნუ მოექცევიე ისე როგორც არ გინდაო რომ შენ მოგექცნენო. მაგრამ ქრისტემ სხვანაირად თქვა. ქრისტემ თქვა რომ სხვას მოექეციო ისე როგორც გინდაო რომ შენ მოგექცნენო. ანუ თუ ადრეულ პერიოდში იყო უმოქმედობა და ესეთი პასიური მდგომარეობა სიკეთის მიმართ, ახალ აღთქმაში სხვანაირად არის. ახალ აღთქმაში პირიქით ადამიანმა და იმოქმედოს, თავი უნდა მოაწონოს ღმერთს თავისი ცხოვრებით. ეხლა კითხვა-პასუხები ჯობია მაინც ვიცოდეთ, ვის ვესაუბრებით, რა ინტერესებთ, ეს უფრო უკეთესი იქნება.